მოიცა. არეკლი. შენ რჩები? მიდი. ერეკლი გეწადა მიდის. ვენა? აი, ძალიან. მოიცა რა გინდა? წამყვანობა გინდა? როგორც ეძახით რა. ლელას იბნო რომ ვიტრიალო რა. კარგი, მოიფიქრე და დაგირეკე. მოვედი. ბახვა. ვაკანსია, ხო? ხო, ბახვა. ხო და რა? მოვედი. იცი რა არის? არა, შემიძლია რომ მიკროფონიც დავიჭირო. ბენჩიც დავდგე. ხო, აი. ან კონკურსანტათაც ვღერი, ხო? ბახვა, იცი აი. მაყურებლებში დავდგე. ვაიმე, ბახვა, აი, აქეთ არის იღბლიანი გორგალის კასტინგი და შეგიძლია იქ წახი. აი, იქით, გაიქით. Дима. Абонент временно недоступен. Перезвоните позже. რა ხდება ბატონო? ის X-ფაქტორის წამყვანს ეძებთებია. ეხლა უნდა ვიგებდი ამას? მე კი წავიყვანდი ახლა, მაგრამ ხო იცი ძალიან დიდი თოქ-შოუ უკვე მიყავს. უკვე გადაცემა გავიდა ამ დღეისაკენ და ძალიან დიდი რეიტინგი დავდეთ და ასე რომ მე ბოდიში რომ ახლა აღარ ცალია. დიდი მადლობა რომ მოიცალეთ და დაგვირეკეთ. არაფერი ეს ეგ. ნახვამდის. გამარჯობა რუსკა. ვაიმე. აბა ხეს მეიწვე. ვერა. ეს X-ფაქტორია, სოფლიოში ყველაზე პოპულარული მუსიკალური შოუ. ნომერ პირველი მუსიკალური ტელემოვლენა ბრუნდება. დღეს მთელი ყურადღება ჩვენსკენ არის მომართული. ყველაზე მაგარი სეზონი. ყველაზე ნამდვილი ემოციებით. დღეს პირველი შეხვედრა ჟიურისთან. განახლებული X-ფაქტორი, განახლებული მენტორებით. სტეფანე,
წელს განსაკუთრებულად ველოდები გამარჯვებას. ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ რა თქმა უნდა მოვიგო. სოფო ნიჟარაძე, მომდივარ ბრძოლის ჟიმით და რაც არ უნდა ეწყინოს სხვა ჟიურის წევრებს, ვფიქრობ, რომ მე გავიმარჯვე. გიორგი გაბუნია, ყოველ წელს მინდა გამარჯვება. ამ სეზონსაც ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებისთვის და ვივლი ასე უკან მოუხედავად წინ გამარჯვებისკენ. და პირველად X Factor-ში ქართული სცენის დივა ლელა წურწუმია. დაი მოვიდა ის დღე, როდესაც მე მოვდივარ X Factor-ში როგორც მენტორი. ძალიან დიდი გამოწვევაა, თუმცა ჩემი გამოცდილება მე მაძლევს იმის საშუალებას და იმის იმედს, რომ მე ეს პროექტი უნდა მოვიგო. მათ იციან ვის ეძებენ. დღეიდან ჩვენ ყველანი ერთად ველოდებით მას, ვინც X Factor-ი გახდება. კასტინგი რთულია. მაგრამ რატო აძლევ შანსს? ერთი წამი და მე ხელებს წევ. ამოცანა მხოლოდ ერთი. გავიგოთ ვის აქვს X Factor-ი. ეს არის სწორედ X Factor-ი, რომელსაც ჩვენ ვეძებთ აქ. მე მგონი მეც გიცნობ, ოღონდ და გამახსენო საიდან. ვიდეოებს ვიღებ. ბიჭებო, ერთი რაღაც უნდა იცოდეთ. მე ვარ გოგო და ესე იგი, როცა ვამბობ რომ არ მშია. როცა ვამბობ რომ არა უშავს არ მწყენია, ესე იგი მწყინს. როცა ვამბობ რომ არ ვეჭვიანობ, ესე იგი ვეჭვიანობ. როცა ვამბობ რომ თავი დამანები და არასდროს მომწერო. გიჩვენია ყველა გზა მონახო და დამეკონტაქტო. She's walking on fire. This girl is on fire. She's walking on fire. This girl is on fire. გარკვეული პოპულარობა უკვე აგე მოგიპოვებია ხედავთ დარბაზში. აქ მოხვედი ეჭვი მაქვს არასალაპარაკოდ, არამედ სამღერად. მარტო მოხვედი? არა, ბებიასთან ერთად. შენ თანაბარ, შენ გვებში ვარ, ბებო, ა? ეკუნა, რა უნდა იმღერო? უნდა ვიმღერო ჩემი დაწერილი სიმღერა, სახელით World's Gone Crazy. ამ World's კიდე გაკრეიზება უნდა? რა ვიცი კაცო. იშვიათად ხდება, რომ თავის დაწერილი სიმღერებით გამოდიან ხოლმე. კარგი, გისმენთ, მაინტერესებს. ეკა, მაგრად იყავი, ხომ იცი? I don't need money to be happy, to be proud. Yeah. I don't need high notes to be loud. Yes, I don't need a word to make me happy, to make me cool. Yeah, I'm still doing it. Cynthia, ყველა საიხონი. მიდი ბებო, მიდი. World's gone crazy, not that easy to be heated and not super lazy. I don't even care cause I'm sure I can do everything smart. Sometimes I'm losing that in your sweat, that's it. I'm so drunk, I'm so down. This is too much, I swear. World's gone crazy, not that easy to be heated and not super lazy. I don't even care cause I'm sure I can do everything smart. Sometimes I'm losing that in your sweat, that's it. I'm so drunk, I'm so down. This is too much, I swear. World's gone crazy, not that easy to be heated and not super lazy. I don't even care cause I'm sure I can do everything smart. Sometimes I'm losing that in the sweat, that's it. I'm so drunk, I'm so down. This is too much, I swear. Why is everybody acting like a gangster? They can't stop, love isn't about a thing. It's not about a paper. It's all about experience. It's so serious. We all making fun, but it's not that curious. სულ გაგიჟდა ეს სამყარო. მე მესმის რომ შენ ორმაგი დავალება გქონდა შესასრულებელი, ჯერ უნდა გემღერა და პლუს კიდე უნდა გაგეძლო სტეფანესთვის.
აი ცოტა ხანი ხომ მოგაშორა. როგორ არ შეუშალა ხელი, მაგრამ მაინც გაიტანა ბოლომდე. მე შეუშალე, პირიქით ვასტიმულებდი. მე ვარგინა გაგასტიმულია. რას ნიშნავს ეს? ზადაგზა გამიგებ. იშვიათობა, როდესაც ქალი რეპერი ყავს სცენაზე და მით უმეტეს, როდესაც ის თავისი დაწერილი სიმღერით გამოდის. ასე რომ ნახე, რამდენი პლუსი ჩამოდიწყალე. ძალიან ბევრი. და პლუსებს სოდა თუ ამოატრიალებ, ისინი იქცებად გადაიქცეო. აუ, როგორი კრეატიულია რა გაბო. ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო სიმღერა იყო. კი, ძალიან მაგარია. ვაუ, ძალიან მაგარი. მადლობა. ესეთი შთაბეჭდილება პირადად ჩემზე საავტორო სიმღერას თან რეპს არ მოუხდენია არასდროს. ჩემი კუკლე გოგო. დაგლიჯე ყველაფერი. ოჩა. ჩემი სპენდო. დაგლიჯე განადგურა გაახრა ყველაფერი. ვფიქრობ, რომ ფანტასტიკურად გაართვით თავი, იმიტომ რომ რეჩიტატივით მადლობა. გამოხვიდეთ მუსიკაში ესე რითმულად, ესე სწორად, ესე ზომიერად ჩასვათ, მართლა ძალიან დიდი გამბედაობა უნდა ამას და ძალიან კარგი მუსიკალური გემოვნება. ოჩა. ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ, ნამდვილად. ძალიან სუპერ შესრულება იყო, სუპერ პერფორმანსი იყო, გოგო რეპერი, იშვიათობაა და თან აი ესეთი ენერგეტიკის. აი ესეთი რეპერი ეკუნა ყავს. 3, 2, 1. კი! გემოდებით შემდეგ. მადლობა. რა კარგი გოგო იყო. გადავედი 4 კი. ძალიან ბედნიერია, ძალიან მიხარია და ერთ სიტყვით გამარჯობა. რა ქუბიჭები არიან, ნახე უკვე. ჩვენ ვართ ჯგუფი Outfront. საიდან ხართ მეგობრებო? დედაქალაქის სხვადასხვა გარეუბნები. რას გვიმღერებთ? კარგ სიმღერას. ანუ Come with me now ქვია სიმღერას. კარგად იმღერებთ, კარგ სიმღერას? თქვენ გითხარით. მიდი. და გეტყვით. მაგარი ბიჭია. საყარელი. რა ბიჭები, რა ძმები. თავიდანვე ისეთი პოზიტივი შემოიტანეს, რომ დიდი მადლობა. არაფრის.
სასიმღერო ხმით რო ვთქვა დიდი მადლობა. კარგი იყო, თავიდანვე ძალიან სწორი ენერგეტიკით შემოხვედით. თან თბილისის სხვადასხვა უბნებიდან რო არიან ეთყობათ, იმიტომ რომ ნაზავია ძალიან კარგი და ეთყობა ყველას რაღაც თავისებური კოლორიტი შემოაქვს. მთელი თბილისია რა. აქ დგას თბილისი ფაქტობრივად ეგ არის რა. აი აქ იზდა თბილისი. აქ დგას თბილისი. მით უმეტეს იქ იზდა სოფო, იქ იზდა ლელა, იქ იზდა გიორგი, იქ იზდა სტეფანი. აქ იდგა თბილისი. აბა რა! ამიტომაც შესაბამისად ის რაც შეასრულეს, ძალიან მაგრა შეასრულეს, ხო? დიდი მადლობა. მე მგონია რომ აი ძალიან მაგარი 4 ერთმანეთისგან განსხვავებული ბიჭი არის ახლა ის ენერგიით სავსე და აი ეს იგრძნობა მათი აი ეს რაღაცნაირი მოზღავებული ენერგია ამ მუსიკაში შაბოლომდე არის გაჩხენთილი ახტოვანებული ვარ ხო აი ყველაფერი ერთად იყო ძალიან მაგარი განწყობა შემოიტანეთ და რაც თავარია დარბაზი ახტოვანებული ამყვანებიც არაკმედა. ყველაზე რთული არის ესეთი ტიპის ჯგუფებისთვის ამ დონემდე მომსახურეობიდან გასვლა. თქვენ იმენა გახვედით მომსახურეობიდან, რასაც ქვია იმენა გახვედით. ხედავთ, აბა მეთქი შემოელეწება ეს გიტარა თუ არა და ეს იყო ნამდვილი, არ ვიტყვი იმ სიტყვას, როგორი მუსიკა, რაც თქვენ ახლა შეძლებთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით. თქვენ ალამაზებთ ნამდვილად ჩვენ შოუს. მაგრები ხარ. მოკლედ წავიდა შეჯამება და ყველა ერთად გეუბნებით. გელოდებით შემდეგ თუ. გელოდებით. მე ვარ ლევან ჩერქეზია, ვარ 19 წლის, ლანჩხუთიდან. ნერვიულობ უფრო პასუხზე. აი, კიან არაზე უფრო ნერვიულობ. გამოცდილება ძალიან მაგარი მაქვს. ხან სპანჯბობი ვარ, ხან მიკი მაუსი ვარ, ხან რაღაცა კლოუნი ვარ, რაღაცა წითელი თმები. და იმის გამოცდილება მაქვს. ანუ ანიმატორი ვარ გასართობ ცენტრში. თბილისში რომ ჩამოვედი, ძალიან ბევრ ადგილას ვსინჯე ჩემი შესაძლებლობები. მუშაობდი მაღაზიაში კონსულტანტად, კიდევ ერთ კომპანიაში უმნიშვნელო თანამდებობაზე და დღეს მუშაობ ბავშვთა გასართობ ცენტრში. X-Factor-ში მოვედი იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს სცენა. მიუხედავად იმისა, რომ გასართობ ცენტრში მაქვს პატარა სცენა ჩემი, ძალიან მინდა რომ დიდ სცენაზეც გამოვიდე. თან მით უმეტესად ფილარმონიის დიდი აუდიტორია და სად გასართობი. ყველაფერი მაგად იქნება. მადლობა შეიკენეთ. გამარჯობა. გამარჯობათ. რიხიანი ბიჭი. გაგვეცანი თუ შეიძლება სახელი გვარი რა ლევა ჩერქეზია 18 წლის. საიდან ხარ? ლანჩხუთიდან. ვისთან ერთად ხარ? მეგობრებთან და ბიცოლასთან ერთად. ბიცოლა. ბიცოლასთან ერთად პირველად მოვიდა ვიღაც. აქ ვარ აქ. ბიცოლა რა მაგარია. სწავლობ თუ მუშაობ თუ რა შვები? ვსწავლობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და პარალელურად ანიმატორი ვარ გასართობ ცენტრში. ლანჩხუთში? არა, ამჟამად თბილისში, ისე ლანჩხუთშიც ვიყავ. რას წარმოგვიდგენ დღეს? Tina Turner-ის Proud Mary. Oh my god. Oh my god. ნახე? რა იყო მე რა იყო? კარგი, დავიწყოთ. დაცხე. Hi Jury. Jury that. Big wheel keep turning. Hold the Proud Mary keep burning. And we Hello, Bunny. Hello, Ruska. rolling, yeah, rolling down the river. სასაცილო ბიჭი. Good job in the city.
working for a man that is not empty. The big wheel keep on turning. Აბა რა ეგრე. Come down to the road. Yes, you gotta stop what people who live. And the worry. On the river ride. The big wheel keep on turning. Round and keep on turning. Rolling, rolling, rolling down the river. ხოკაი ანტურაჟი იყო. დიდი მადლობა ჟიურის წევრებო, დაიკავეთ თქვენი ადგილები თუ შეიძლება. Come on baby. My მეგონი fire. არ იყო ცუდი, ხო? ნამდვილად. სტეფანე და სოფო ნიჟარაძე. სულ ეს იყო შენი გამოცხადების ნიჭი? ეგ არის შენ წამყვანობა? ჟურნალისტი ვარ მე, სტეფანე. შენ გეპეი გაქვს დამთავრებული და ვიცი რაც ხარ. აღარ ინგობენ. ლევან, ძალიან კარგი ბიჭი ხარ. რაღაც დადებითი ხარ, საყვარელი ხარ და წარმომიდგენია როგორ ერთობიან ბავშვები, ანიმატორი თუ ხარ, იმიტომ რომ წარმოუდგენლად პოზიტიური ხარ და შეგიძლია მართლა გაახალისო და ბოლომდე კარგხასიათზე დააყენო ადამიანი. გავერთე ძალიან სასიამოვნო იყო. ნამდვილად არის შენში პოზიტიური მუხტი. პოზიტიური მუხტი ნამდვილად არის, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, ეხლა გადავიდე უკვე შედარებით საქმეზე. აოპა! ჩემთვის ეს იყო ერთჯერადი სასიამოვნო სახალისო გართობა, მაგრამ რა? ვერა რა. კონკურსში გასამარჯვებლად ეს საკმარისი არ არის. ნამდვილად გაქვს პოზიტივი, მაგრამ შოუში გეტყვით არას. ეხლა რო გითხათ რომ რაღაც განსაკუთრებული მონაცემი გაქვთ, სასიმღერო არა. ერთი კაი ჯიგარი ბიჭი ხარო რა, ანუ ამას ეუბნებია. კარგი, ლევან, ძალიან დიდი მადლობა ამ პოზიტივისთვის, ესეთი დადებითი ენერგიისთვის, მაგრამ სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ. მე გეუბნებით არას. მეც გეუბნები არას. მე დალილა კის თქმას ვაპირებთ, მაგრამ რაღა აზრი აქვს. იტყუება, ეს არის ცნობილი მარტო არას. ჩვენ ვეღარ გიშველით, ამიტომ დიდი მადლობა ლევან და კარგად იყავ. ამიტომ დაწყებულ არ ფერესტოთ. აი ეხლა უნდა გწვენოთ სტეფანე შენი თავის. ძალიან უნდა მუსოთ მოიქეცით, გახვედით, გაერთეთ, იცეკვეთ და მე კარგად იყავით დაემშვიდებეთ. მალე X Factor-ში ნახავ. პატარა თამარ ედილაშვილი. X Factor-ის აღმოჩენა. ფეხზე წამომდგარი ჟიური. ძალიან მაგარი გოგო ხარ. ნუ ესე იგი გიორგი თუ ვინმე მოწონს, აი ცუნამია, ვერ გააჩერებ. და თუ ვინმე არ მოწონს, მაშინ შეიძლება ცუნამი ვარ, როგორც სხვა რამის. Blues Factory X Factor-ში მოვიდა. და დაიდოს. Короче, ერთ გასვლაზე დავიძახო და შევდივარ. იქ მაღლა ჩაახველე მოშნა, მაგაიცმიდე. გავიც თქვენი გასვლისთოა. დიდი სიამოვნებით.
მოგესალმებით. გამარჯობოთ. გაგვეცანეთ. ოთო ღურწკაია. მარგალურ გიჩქუნო? ხო. საურა შერეკ? სოხუმ. ოხ, ჩქიმ საოროფო სოხუმ. დაიწყეს. ბატონი მამუკავიცანი, მე ჯგუფი მძიმე ჯვარი ძალიან დიდ პატივს გცემთ, ძალიან მაგრები ხართ და ბევრს ნიშნავს თქვენი თანადგომა, ეხა მისთვის ნამდვილად. მე გავაგზელებ ხომ ჩემს მეგრულ დიალოგს. ბოდიში. მუსხი წანერეთ. ვითოჩხორო. გვალეჯგერ. ტიტრები მაინც დაადო. რა შეგვისრულებ დღეს? Ed Sheeran's Make It Rain. ოთო მაგარი სიმღერაა ძალიან და შენიცი. მადლობა. არ გააქვს. აბა ოთო, გამხნევდი და დაიწყე. მაგარი ხასიათი. არ შედეს. When I see us on my fire, we down in my soul, in the pain of my mother, will not let me go. ელა წურწუმი ასნაზოს ჭკიჭკიტიები დარბიან. Well, I know there can come fire from the sky to find the purest of kings. Even though I know this fire brings me pain, even so, and just the same. მორჩა გადაირია. Make it rain, make it rain, make it rain, oh make it rain. გაშალებ თები სოფო. Make it rain, make it rain, make it rain. დაყარა რა. Oh make it rain. Well, I know there can come tears from the rain, even though they're just the same. Make it rain, make it rain, oh make it rain, make it rain. ეს მომენტია რომ მეგონი გაბულიასაც კი არ აქვს შენიშვნა. დაბადრული უსმენს. Make it აი ესე იციან სოხუმელებმა. ნამდვილად აღთოვანებული ვარ, სკამზეც კი ვერ გავჩერდი. არაჩვეულებრივი შესრულება იყო. ურმესი მადლობა თქვენ ესეთი აკომპანიმენტისთვის. მადლობა. გიტარისტი თავიდანვე ისეთი მობილიზება ქონდა და იმდენად სწორად, ესე ვთქვათ, შეცურდით ამ ყველაფერში და იმდენად ლამაზად იარეთ, რომ ბოლომდე მოხიბლული ვარ თქვენით და ძალიან დიდი მადლობა. მართლაც გითხრათ, რომ მოლოდის გადააჭარბა. რატოა მოწყენილი კაცო? 3 ჟიურის წელი ფერზე იდგა. ეგეთი სტილია. მაგრამ როდესაც ცურავ და ასე ღრმად შედიხარ, მე მაინც გირჩევდი შენ ზღვარზე გაიარე, ჩემი აზრით. იოგი გაბუნია, შენ ძალიან კარგი წამყვანი ხარ არჩევანის, მაგრამ დავიწყოთ? ზედმეტადაც არ შეცურდე რომ არ დაიხრჩო რაღაც მომენტში. ნუ წინასწარ, ნუ არა, მე ეხლა არა, ჩემთვის არ იყოს. მინდა ხოლმე რომ რაღაცა იქ, რაღაცა არ მინდა. რა? არ მინდა, მე პირიქით ძალიან მომეწონა, მაგრამ უნდა ვთქვა ის, რაც დავინახე. გიორგი, მართლა და მართლა უკვე მომეჩვენა რომ ცოტა შეიძლება გადაჭარბებული იყო და ცოტა ნათამაშები იყო რაღაც. ჩემი აზრით იყო, ჩემთვის იყო. ჩემთვის იყო, მე უფრო ღრმად ვხედავ ესე იგი. ეგ კიდე საკითხავია. საერთო ჯამში ეს იყო ძალიან კარგი. მადლობა. მადლობა. აგაშენა ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ იმდენად ეს იყო ყველაფერი მოზომილი
იმდენად არა გადაჭარბებული. ვის იმდენად ელაპარაკებ? ყველაფერი თავის ადგილზე როგორც უნდა ყოფილიყო, რომ მე გამომესხაფთები და გავფრინდი პირდაპირ და ირიბი მნიშვნელობით. გადავიდეთ შეფასებაზე. აუცილებლად. მე ვამბობ პირველ ის რა თქმა უნდა. აი მე მადლობა ძალიან დიდი არჯერა. მე ვამბობ მეორე მეგრულ ქოს. ჯერჯერობით არ ვიცი მეგრული, ამიტომ გეტყვი კის, რა თქმა უნდა კის. გვალოდით ქო და ქუგალე. ოტო შენ გაქვს 4 კი გადასული ხარ შემდეგ. შვენიერი კარგი ბიჭი. გაიცინო. დავედით X Factor-ში. გამარჯობა. გამეცანი. თამარ ედილაშვილი თბილისიდან. რამდენი წლის ხარ? 12-ის. და ვისთან ერთად ხარ? ეს იქნება თქვენი ნომერი. წარმატებას გისურვებ. მადლობა. ნახვამდის. ძალიან დიდი სცენა და მეშინია. წვენი დალია გინდა. მიენდა ინსტინქტებს, რაც იქნება იქნება. გამარჯობა. გამარჯობა. გაგვეცანი? თამარ ედილაშვილი თბილისიდან. რამდენი წლის ხარ? 12-ის. ვაიმე, პატარა. ყველაზე პატარაა. ჯერჯერობით, ხო? 12 წლის არ ყოლია. 12-ის არა, ხო? ვისთან ერთად ხარ? ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ოჯახი. ბავშვებო! შენ დაჭიქი. ყავს 3 ძმა. დღეს კონცერტს გიტარებთ თამარ ედილაშვილი, დედმამა და ბებო. ასევე არიან ჩემი ბიძოლა და მისი შვილები. რადგან მე ვარ ერთი გოგო, ბიჭებს უფრო უპირატესობა აქვთ ხოლმე, იმიტომ რომ ეს სულ საერთო ენას ნახულობენ ერთმანეთს. აუდი ჩარცერამი. მე კიდე მარტო ვჩები ხოლმე და მე გწყენს ხოლმე. კარგი გოგო. თქვენ კიდე თავით გეხოცებთ მოანას მაყურებინეთ რომ დამთავრდება ცოტა ხანში მე რაც გინდა ბიჭებმა კიდე არ ჩამერთეს მოანა რა კიდე დამასწრეს და რაღაცა დებილობას უყურებენ აი მორჩება და ჩართებაში მე როდის უნდა დავასწრო სუეგენი მასწრებენ X Factor-ში გამოსვლა იმიტომ გადავწყვეტე რომ გამომეცადა ჩემი თავი როგორ გაბედული ვიყავი ან როგორ მღეროდი, როგორ აფასებდა ჩემს სიმღერას ხალხი, ჟიური. ნიკოლოზ მომეცი. მე ვეცნებ რომ მივახცე წარმატებას, ძალიან დიდ წარმატებას და მინდა რომ ხალხმა გამიცნას. ხარ ნერვიულობ? ცოტა. ცოტა არა უშავს, ეგ საჭიროც არის. ეს გოგოა და გათამამებული ფერია, გამაგარია. გონია რომ მამიკოს გოგო იქნები, ხო? რა უნდა შეგვისრულო? Moana's How Far I'll Go. კაი, საყვარელო, მიდი აბა წარმატებებს გისურვებ.
of the water, long as I can remember, never really knowing why. Every turn I take, every trail I track, every path I take, every road leads back to a place I know where we're alone to be. See the light, but this time it's the sea. It calls me, but no one knows where it goes. If the wind in my sail on the sea stays behind me, one day I'll know. Ara. I know everybody on this island seems so happy on this island. Everything is by design. კარგია, სტეფანე. With pride, I can make a song. I'll be satisfied if I play along, but the voice inside sings a different song. What is wrong with me? See the lights that they shine on the sea. It's blinding. No one knows. And it seems like it's calling out to me, so come by me and let me know. ამას რაც არ უნდა მისცე ყველაფერს იმღერე. No one knows where it goes. If the wind in my sail on the sea stays behind me. მოცისკული პატარა და როგორ მღერე. ოჩა. მოდი ჩვენთან, მოდი ჩვენთან. ისეთი მაგარი გოგო ხარ. ვაიმე როგორ უცემს გული. ვაიმე საყარელი. არაფერი არ გაქვს ანერვიულო, ისეთი მაგარი გოგო ხარ. ნამდვილად უნდა იამაყოს შენმა აიმხელა ოჯახმა შენი ფანტასტიკური მონაცემები. ოჩა. ნამდვილი ფერი ახარ უნდა გიფრთხილდებოდეთ ყველა ჩვენ და შენი მშობლებიც რა თქმა უნდა და ოჩახ. მიდი ადის ენაზე, მიდი საყარელი. მე ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ შენ ხარ დაბადებული სცენისთვის და მადლობა X Factor-ს რომ აღმოგაჩინა შენ. მადლობა ძალიან. თამარ ჯერჯერობით ყველაზე პატარა კონკურსანტი ხარ, ვინც მდგარა ამ სცენაზე ჩვენ სცენაში და მე უნდა პირდაპირ გითხრა რომ ამ კასტინგზე და წინა X Factor-ებიც კი რომ მივაბად მაინც ამ სცენაზე შენაირი ძლიერი კონკურსანტი ძალიან ცოტა მდგარა. ძალიან მაგარი გოგო. მოდი მაშინ ყველამ ერთად უთხრათ, ხო? Yellow Chapter! Yellow Sound! Kapita Georgi Roatska. ეს იყო რაღაცა საოცრება ნამდვილად. გინდ დიდი იყოს ამის კონკურენტი, გინდ არა, რა მნიშვნელობა აქვს? სასწაული. არა, ზუსტად ერთ სიმაღლეზე დგას ყველასთან. X Factor-ის სავსე X Factor-ის პირველი კასტინგი სულ ახლახანს დაიწყო. ჩვენ უკვე გავიცანით პატარა თამარ ედილაშვილი, ოტო ღურცკაია, ბენდი out fronts. ნახეთ სოციალური ქსელების ვარსკვლავის. ეკუნა ყანჩაველის გამოსვლა უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე. რა თქმა უნდა, მათ მოსმენას კიდევ შეძლებთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე. შემოუერთდით ჩვენი მეგობრების რიცხვს და ნახეთ ექსკლუზიური ფოტოები და ვიდეოები.
დავწეროთ და უცებ უნდა დავუწერო. ძალიან სექსუალური სიმღერაა რა. ჩამოვიდნენ აი გადავწყვიტე ჩვენი ერთ დღეს რომ მე უნდა დავაბრუნო ის ხალე. მაგრამ უკვე აღარ მაშნდი სადღაც გაქრი აღარ შამდი როცა ორნი ჰორიზონტსაც მოგზაურობით ერთად გავწვით. Tone togbolorgan otara shaliye jurnan mahagan hey jan shein gavi im Yerevan jan მე ვარ მის დეკოლტე. რას ლაპარაკ? ასხია ცილამაზეს იქეთ და აი მიიქცია ჩემი ყურადღება და მოვედი. რომელი მონაწილეობს კონკურსში? მოდი ჩვენთან. სამედი ხარ, ცოტა ხანი აქ შეგაყოვნეთ. ჩვენ ცოტა ხანი ვანიკოს დაელაპარაკე, მე აქ ვიდგები ჩვენ. შენ გაგვეცანი? ეკატერინა ხვედელიძე. ეკატერინა რა ლამაზი და რა იშვიათი სახელია, ძალიან მომწონს. ასაკნიანო. მოდელი ვარ. მოდელი ხარ? გაგიკვირდა? სად მოდელობ თან რა მოდელობა რა? უფრო ზუსტად რომ გითხრათ რა. სად მოდელობ და სამოდელოში. სადმე გაგიმარჯვიათ რომელიმე კონკურსში? კონკურსში კი შარშან ვიყავ. რა კონკურსი? 2000. მის მკერდის კონკურსი იყო, სადაც მომცეს მის ინტელექტის ტიტული. Walk. Don't talk. დღეს გულშემატკივრები არიან ისე მოდელი გოგოები. მაგალითად ეს ქალბატონი მის დეკოლტე. მე ვარ მის დეკოლტე. სალკ. მის ინტელექტი 2016. მის შარმი. მის სექსუალურობა. ის ფაქტორი გააქვს? ჰა, აღარ უნდა მაგას თქმა. გააქვს? ორი მაქვს, დიდი. ორი დიდი, გამარჯვებული X ფაქტორი, მოკლედ. გულით და სულით ჩვენთან ერთად. ლამაზი ნაბიჯით. ხო. აბა შენიცი. აბა დავატაროთ. გამარჯობა. გაგვეცანი. ეკატერინა ხვედელიძე, მის ინტელექტი 2016. აურა, კარგია. დავამაზია ნახე. მის ინტელექტი. ხო. ინტელექტი. როგორ გიმოწმებენ ამ ინტელექტს? რა შემოწმება უნდა ეხლა მაგას თავიდან ფეხებამდე ეს არის. გეკითხებია რაღაცებს და მაგის მიხედვით. აჰა, გასაგებია, შენთვისაც გვაქვს ეს ჩასატარებელი, მე სხვათა შორის ამას რომ მოვრჩებით. სად იმალება შენი ინტელექტი? აბა გამოიცან. ოპა. აქ. აჰა. რა კონკურსი იყო? მის მკერდის კონკურსი იყო. ერდის მოიცა, ეს უფრო საინტერესო გახდა. აი, მონაცემებია. მიკროფონი ფარავს ინტელექტს. ხო. ეს ის სხვა. ძალიან ინტელექტუალური მკერდია, მინდა გითხრათ. მარტო მკერდი კი არა, ყველაფერი კარგი გოგოა. ხო, იმიტომაც არის მის ინტელექტი. ხო და იქ რა ფორმით ანახებდით მკერდის ინტელექტს? საცრავ კოსტუმში. ხო, მაგრამ არა, მე მაინტერესებს მის მკერდის კონკურსში მის ინტელექტმა როგორ უნდა დაამტკიცოს, რომ მისი მკერდი იმსახურებს მის ინტელექტის წოდებას. რა შარსი და კაცო. ალბათ ტესტი გაიარეს მკერდით. მკერდის ტესტი იქნება. როგორ გამომწვევ მანქანაზე? არა, რექს ლაპარაკობ. გონია რომ მკერდმა მიიღო მართლა მის ინტელექტის წოდება. ფაქტია რომ ჯერ მკერდია და მერე თვითონ. ერთს რო ჭკუა კონდეს. ქონია ბიჭო, ქონია. ადამიანი მონაწილეობდა, მოდელი მონაწილეობდა კონკურსში მის მკერდი და მის მკერდი აიღო სხვამ, როგორც ჩანს. და ხომ არის აი კონკურსებში რომ მის მეგობრობა, მის რაღაცა და მკერდი კი კარგი გაქვს, მაგრამ ინტელექტი უკეთესი გაქვსო უთხრეს. ნახე რა, ეგრე არ ვთქვათ. აი, გეშენ რა შეასაკ.
ეხლა არ ვამღეროთ? კიდე რა ნომინაციები იყო? აქ ვართ დანარჩენი ნომინაციები. ნუ მის მკერდი ვინც გახდა? მის შარმი. მკერდის შარმი თუ სახე? მკერდის შარმი. ალბათ ყველაფერს. ჩვენთან არიან დღეს ეს ჩვენთან არის? კი ბატონო. აუ მოვიდნენ რა. მართლა, აუ მოვიდნენ. ვაიმე. მოვიდნენ, უნდა ვნახოთ. წავედით. მის მკერდიც აქ არის? არა, მის მკერდი ვერ მოვიდა სამწუხაროდ. აი რა არის ვარსკვლავური დაავადება ხედავ. აიღო ტიტული და წავიდა. ის ვერ მოვიდნენ კაცო. მე არ მომაქციოთ ვარ. ვაუ. რა კარგია. და იუჰუ ზარო მე არ ვიღებ ეგეთ კონკურსებში მონაწილეობას, იმიტომ კი არა ვარ, არა. აბა გითხარით ეხა ვინ რა არის? მის დეკოლტე ნინო, ნუ რა თქმა უნდა. მის შარმი ინგა, მის სექსუალურობა ანუკი. მართლა კარგები არის. ამდენი ინტელექტი ერთად არასდროს არ მინახავს. აჩენ. და თქვენ მოგცეს მის ინტელექტი? კი ბატონო. და რა შეგვისრულებთ დღეს? დღეს შეგისრულებთ Pussycat Dolls-ის Sway. ბარებ დარჩნენ მეგობრები და ანტურაჟი გაგიკეთო. სტეფანეს აღარ უნდა რომ წავიდე მეგობრები. არა, იყოსო, ჩვენ წავალთ. მოიცა ცოტა ხანი შევხედო ერთი მის დეკოლტე. რა უნდა შეხედო, ჩაცმულები მოვიდნენ და რანაირად დაატრიალდი ცოტა ხანი ჩვენც შეგაფასოთ რა. და ყველაფერი დაგვავიწყდა გარდა იმისა რომ უნდა იმღეროს დაგვა არ ვის გვახსოვს რა. X ფაქტორია ესა, X ფაქტორი. აუ გამოიარეთ რა გოგოებო, აი სამმა ერთად. ა 4-მა რატო ყავს? წავიდა. მის სექსუალურობა, მის შარმი. You don't have to be rich to be my girl. You don't have to be cool to rule my world. Ain't no particular sign I'm more compatible with. I just want your extra time and your Yes, I'm to say about Kukare aplodismentები. Yes. საშკარაოზე გამოიტანეს ყველაფერი. და ალბათ დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ. გოგოებო, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გავაცილოთ სცენიდან მის სექსუალურობა, მის შარმი და მის დეკოლტე. ალაჰე, კარგად ეკას. და გვჭება მის ინტელექტი. მაიცა, ეს საიდან ახლა? მე მის ფიცარი. აი ახლა ნახოთ რამდენად მუსიკაში როგორ ინტელექტუალური გამოიხატება იქნება შენი თქვენი ინტელექტი. სიმღერა. გისმენთ? Start to play, dance with me, make me sway like the ocean hug the shore, hold me close, sway me more. Other dances may be overflow, but my I will see only you have that magic technique. When we sway, I go weak. რა კაი გოგოა. Yoo-hoo! I can hear the sound of violins long before it begins. Baby, dreamers, only you know how. Sway me smooth, tonight.
ბოლო. ხომ მოგეწონა? კარგი. მის დეკოლტე კმაყოფილია? მის შარმი? მის სექსი? სექსუალობა. ოდის, უდე შევამოკლე, თქვენ სხვას ეგრჩემნიათ. ხო. ესე იგი, ინტელექტის გარდა ყველაფერი იყო ამ შესრულებაში, მაგრამ მე შენს ღიმილს ფეხებს და მკერდს ვეუბნები ყის. მადლობა. მადლობს. ნამღერს? ნამღერს რა იყო ნამღერი? ხო და აქ ფეხებით და მკერდით დაივით კი ვერ გადიან. მე გამოგეცი. იცი რა არის? გას გამოგერცა, მოიცადეთ ისა ვერცად ვერ გამოიწევს. მეტი აღარ ვიცი. ერთი წამით მოიცადეთ. იცი რა არის? თქვენ დაგავიწყდათ. მე მგონი რომ ეს არის სიმღერის კონკურსი და არა მის ბიუსტი. უდაოდ შენიერი გოგოა ძალიან, მაგრამ ეს იყო ძალიან მოყვარული დონეზე ნამღერი, ჩემო კარგო. მეგობრების კარგი ყავდა, თვითონაც კარგად გამოვიდა და უნდა უთხრათ კი. ეს არ არის არც საკონკურსო ნამღერი, არც დიდ სცენაზე გამოსატანი სამღერი. ეს იყო თქვენთვის მშვენიერი ქალბატონები რომ შეიკრიბებით და გაერთობით ერთ მშვენიერ საღამოს. ამის იქითკენ მე ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვხედავ. ես მე ვერაფერს ვერ ვხედავ. მშვენიერი გოგო ხართ, მინდა რომ წარმატებები გისურვოთ სხვა პროფესიაში, თქვენი სილამაზე ყოველთვის გამოგეყენებიდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გამოგადგათ ნამდვილად. მადლობთ. ამ სიმღერის ის მომინდომეს, კაცო, ვერ შეცდო მაიქ ხარვეზი, მაიც არა. ეს არის მუსიკალური კონკურსი და ეს ამწუხაროდ ვერ დავინახეთ ჩვენ თქვენი მუსიკალური ინტელექტი. ჟიური დღეს მიკერძოებულია, მისი გადაწყვეტილება არ არის ლეგიტიმური. ძირს გმობ ჩვენ ყველანი ერთად. გაძრეთ ზუზუებს, წავიდეთ. გაუმარჯოს თავისუფალ ზუზუებს. ზუსტად იმის გამო, რაც ჩემმა ცელქმა კოლეგამ პლუსებად ჩაგითვალა. მოგეთხოვება უფრო მეტი იმისათვის, რომ არ დარჩე უბრალო ფუტლარად. ფუტლარები ვართ ეხლა ჩვენ აქ, ანუ მკერდი თუ გაქვს პრიორიტეტი, მაშინ მკერდით მოგვაწექიო რა. და ნუ გვაწვევი ინტელექტით. მით უმეტეს თუ მკერდი უფრო დიდია. და მით უმეტეს თუ გიორგი გაბუნია გიზის წინ და ინტელექტზია საუბარი. კარგი, დავასრულებ. სტეფანემ თქვა კი. გადავა. ლელა, შენ რას ამბობ? კი. არას. ეს ჩვენ ყველანი მის მკერდი ვართ. ეს ჩვენ არას ვეუბნებით ჟიურის გადაწყვეტილებას. ლელა ამბობს არას. სოფო? კი. მეც ვამბობ არას. მეც ვამბობ არას. ჩვენ არ ვეთანხმებით ჟიურის გადაწყვეტილებას. ჩვენ აუბუნტდებით. გამოვალთ. 100-ობით, 200-ობით, 300-ობით გამოვალთ და მოგელანდები. ზუებს გიწყავთ თავში. ხო და კარგად ძანდებოდი. შენ? არაფერი. აი შენ გაქვს სამი არა და ერთი არაფერი სტეფანესკა ვერ გადახვედი მომდევნო ტურში. მადლობა. თქვენ მადლობა რომ ყოფილ. მაგისთანე გოგო არ უნდა გადაიყვანო კაცო. რატო ცუდად არ იმღერა და რატო არ შენ ირდათ იმღერა და აქ არ თავდება ბრძოლა. სტრასბურგში გელოდებით, სტრასბურგში. შევიტან, გავასაჩივრებ, კერდით მივაწვევი. გოგოებო, ამ ეტაპზე ახლა ჩვენ ვიშლებით, მაგრამ სამუდამოდ არ ვიშლებით. შევიკრიბებით, რომ ახალი გეგმა შევიმუშაოთ. აბა დროებით, დროებით. რა წარმატება. გასაგებია. განათლებას ვიღებ. ამით. გამარჯობა. გამარჯობა. აბა გაგვეცანით ვინ ხართ, საიდან ხართ? თორმანიძე ბათუმიდან. გაქვთ X-ფაქტორი? დიახ. ძალიან კარგი, მე მიყვარს ესეთ თავდაჯერებული ადამიანები. სიმღერის გარდა რითი ხართ დაკავებული? სიმღერის გარდა პოეზიით ვარ გატაცებული. ლექსების კითხვა თუ როგორ? წერა. პოეტი ხართ? შეგვიძლია შენ დაწერილი ლექსი წამიკითხო? ეხლა აღარ მინდა სიცოცხლე, მიხომ ვარდი გიწოდე.
აღარ მინდა კალამ მაინც გეტყვი სალამ აღარ მინდა ფუნჯი მე შენთან ვარ მუნჯი ჩუმად გაიპარე დილითინ ბინჩი არის კი ჩამჩურჩულე ოდეს რომ ვიყვარდი შენი ახლაც ქერა ახლაც შემიგრძნია შენთან განშორება არა არ შემიძლია აღარც გული აღარც სული მე ხომ სულ ვარ ბედაკრი ჩემ X ფაქტორით ჟიურის წევრებს გავაოცებ დავიწყოთ არ გვინდა იმღერე ღმერთო ჩემო ეს რა იყო ხელოვნებაში არსებობს ესეთი მიმართულება contemporary art. What? შეიძლება რაღაც მომენტში დაიწყო. რაღაც მომენტში შეიძლება იქ ვინმეს რამე ადგილი კონდეს, მაგრამ X ფაქტორში ნამდვილად გასაგებია რომ კარგი სუნთქვა აქვს, მაგრამ ეხლა წყალში ყვითვაზე ხო არ არის? ჩემი კომენტარიდან აღარაფერი აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ შემიძლია თქვა ეს contemporary artist ნაწილია ჩვენ. Contemporary. ვიწყებთ ხმის მიცემას. მე გეუბნებით არას. მეც უკაცრავად გეუბნებით არას. არა. მეც გეუბნებით არა. არა. კარგად სანდებოდი. ნახვა. მალე X ფაქტორში ნახავ. მერაბ ამზოები, მონუსხული ლელა და სოფო. Some people got a real problem. Some people out of love. Some people feel I could solve them. სიმპათიური კონკურსანტით აქტოვანებული გოგონები. Christopher Manningi მქვია, ამერიკიდან ვარ, ნიუ-იორკიდან, ქალაქ სტატენ აილენდიდან. დიდი ხანია ჩვენთან ცხოვრობთ საქართველოში. 4 წელი ნახევარია. გადა კისერ მხარ ბარკა ქურთუმდებოდა, ხან აქეთ გადმო კისერ მხარ ბარკა ქურთუმდებოდა. 20 წელი ნახევარში ესე კარგად ლაპარაკობ ქართულად ჩვენ მთელი ცხოვრება აქვს რომ მივიღე მოქალაქეობა. ბრავო! დედა ჩემი და მამა ჩემი ცხოვრობენ ამერიკაში, დედა ნიუ-იორკში, მამა ნიუ-ჯერზიში, დედა სასამართლოში მუშაობს, მამა აეროპორტში. ეკლესიაში ვმღეროდი, მუსიკა ჩემთვის იყო ერთი საყვარელი საქმე. მე წერ ჩემს საკუთარ სიმღერებს და კომპოზიციებს და ამიტომ გადაწყვიტე X Factor-ში გამოსვლა, რომ წავადგინო ჩემი სიმღერები. წარმატებებს გისურვებ პროექტში, აბა შენც. აბა.
გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. გაგვეცანით? მე კრისტოფერ მანინგი ვარ. მე ჩამოვედი 2012 სექტემბერში საქართველოში პირველად და მაშინ ვიყავი სააკაშვილის შექმნილ პროგრამაში ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად. რამდენი რამე? კითხავს კი არ დაელოდა. შეიძლება მიაყარა. რა კარგად ლაპარაკობთ ქართულად. ჩამოვიდა იმისთვის რომ ინგლისური ესწავლებინა და თვითონ ისწავლა ქართული. საღოთმა. რატომ გადაწყვიტე საქართველოში დარჩენა? იმიტომ რომ მომწონს აქ ცხოვრება. მაგარია. დიდი მადლობა. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ერთი საკუთარი სიმღერა. ვაუ. ოკეი, გისმენთ. ამა დაცვე კრისტოფერ მიდი. Ну давай, мальчик. ფსიქოდელიაში წავედი. გაჩუნდები ერთი წამი. აი მე გედა. Boston! Такого никто не ожидал, да? მოლოდნელი იყო რაღაც. Chambers and halls stalk me. Time burns its hole. ეს თუ გაკვეთილებს ესე უტარებდა იმ ბავშვებს კი დახურაბდნენ იმ პროგრამას, aber რა იქნებოდა? Бедная жюри. Rapito! ვისმენეულები? ვიდენ. აი. მოგეყოფა ეხლა. კედა მოეწონა ხალხს. იცი რა არის? მე მეგონა რომ მოგწონდათ აქ ცხოვრება და რატომ მეჭკულებით ვარ? კარგი ჭკუებით ეს ესეთი სიმღერა. კრისტოფერ, მე მაინტერესებს რა ვითარებაში დაწერე შენ ეს სიმღერა. სანთლის შუქზე. ამ შვიდად გზნობდა იმ საღამოს თავს? ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. რა გამოხატე ამ სიმღერით? რისი თქმა გინდოდა? ანუ შიგნეული ემოციები რომ აქვს, ხო? და ამას არ გამოვხატავ ხოლმე. აი ზუსტად ამაზეა. ანუ სილამაზე უხეშობასთან ერთად არის რა. უხეშობას არის და უხეშობას. ბავშვებთან ხომ ასეთი არიყავი? როგორი? აი ასეთი. Hello! Hello, I'm here. ანუ იმ ენერგიას, რომელსაც ბავშვებთან ვერ ხარჯავდა, იმიტომ რომ უნდა ყოფილიყო მაინც რაღაცნაირი წყნარი და მშვიდი, მერე მუსიკაში გამოხატა. Вообще-то в записи он слушал самого себя. მე არ მქონდა განწყობა იმისთვის რომ მომესმინა ამ დონემდე თანამედროვე მუსიკა, შემე გამიყვანე მომსახურეობის ზონიდან. გასულები ვარ ძვაგან. ძალიან მაგრა შემოხვედი ჩემში, ეს იყო სიახლე უცხო, საინტერესო თანამედროვე და შენ ჩემთან ბოლომდე ახლოს მოხვედი. It was cool. ანობა. შენ ყურს ხარ გაკლიაცებდა? არა, ყველაფერი კარგად მაქვს, ხედავ დიდი ყურები მაქვს და ძალიან კარგად აქ მისუნარი არ მაქვს დაკარგული. მე დიდი ყური მაქვს.
საკმაოდ ისეთი თანამედროვე მუსიკა იყო ჩემთვის და არ ვიცი ხა რამდენად კომპეტენტური თქვენ ბრძანდებით ბატონო გიორგი, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ახლო, კარგი მუსიკა. მოსასმენად. თქვა მან და მოსვაყავ. ხელს ყვიროდა ეს ადამიანი დიდი ყურები რა საჭიროა ყველამ გავიგეთ. ბოლო ადამიანსაც კი ესმოდა არაჩვეულებრივად. ხო გესმოდა. ერთი გრიალა ხო უნდა ყავდეს იქ. ერთი გრიალა მოყავდა. არა, გიო იცი როგორ არის? აი, ცოტა სიმღერისკენ გადახრილი რო ყოფილიყო იგივე ის მაღალი რაღაცნაირი powerful, რასაც ქვია ესეთი. ესმის ეს ქართული და არ გვინდა ეს powerful და შნავერფული. სოფოს არ ესმის კაცო. მართლა დამაბნია, აი რაღაცნაირად არ ვიცი. სოფოს რა უნდა რომ თეთრი ვარდები ემღერა ეტობას საექსპერიმენტო. კარგით, მოდი დავიწყოთ მაშინ კენჭისყრა. მე დავიწყებ და ვამბობ არას. მე ვაფასებ საავტორო მუსიკას, ამ ყველაფერს, ამ გაბედაობას. და მე ვამბობ კი. აია. ნახევარი მოეწონა, ნახევარს არ მოეწონა. რატო უყოს წელოვარა? წელავს აგერ. კრისტოფერი ძალიან უცნაური, მაგრამ საინტერესო ადამიანია. მე გეუბნები კი. ვაუ! იო! არ გამომიზო. ლელა, შენზეა დამოკიდებული. ლელა! იცით რა, გარა იმისა, რომ ადამიანს უნდა კონდეს ის ხარიზმა, რომელიც ჭირდება სცენაზე გამოსასვლელად. თვითონ ამის გარეშე ხელოვანი ადამიანი ფაქტიურად დაკარგულია. მაგრამ თუ ამასთან არსდებს ვოკალი, რომელიც მე ძალიან დამაყავდა, ფაქტიურად ვერ გავიგე. ჩვენ ხო ვეძებთ X ფაქტორს და არა ვოკალს. იმ X ფაქტორში ვოკალი ხო არის? ლელა რო წავა ამერიკაში იქ როგორ იძამს? მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე გეუნებით არა. გემშვიდობებით. ჯობა, ეს ვღერო და არა, ეს ხაოდა ჩვენ პროსტა რაღაცა ეგეთ დარბაზში, აი ამის საავტორო მუსიკის ის რო გაკეთე, მართლა უცნაური ახალი რაღაც. უცნაური ხა, ჯობა რა, ერთი ძლის მე ვისმინე და შენ გონე მეორეს ამას მოусმე მაგის ნებო. მეორეს არ მაგრამ ერთხელ უნდა მოისმინო საქმე. ხო, მაგრამ მე რაღა უნდა გააკეთო. არა, X ფაქტორის ფორმატი არ არის უთხარი. ჯობა, ვერ მღერის ტიპი, ხმა არა აქვს. ის კი არა რომ რამე ხმა არა აქვს, უნდა ამღერო მე. სოხო არ იხავლე. მიდე ნაწყენი წავიდა რა. წყალი მიჭედება ცოტა. ეხლა მინდა დავემტკიცო იმ ჟურეს, რომ ჩვეულებრივი სიმღერა შემიძლია და ამისთვის ვიმღერ ლეილა წურწუნია საკუთარ სიმღერას. წუთი, მინდა პირველი ნოტი იყოს კარგი. ღამესი ჩომე გაფანთე ჩემი ბატკავი ანთე საიტავი და მასტავლე და შენთან ერთად მათარე. მე ვარ განცალა სიკმაშვილი, ბათუმიდან 22 წლის. დაახლოებით 3 თვეა. გადმოვედი საცხოვრებლად თბილისში. მშობლების თეფქვეშ ვიყავი, ესე ვთქვათ, ყოველწლიური, დედის ერთავად, გათამამებული. ამიტომ რაღაც ამისგან ცოტათი განთავისუფლება მინდოდა, ესე ვთქვათ.
ყველაფერი მიმატოვე და გადაწყვეტე, რომ შემიცვალა აუცილებლად ქალაქი. გულშემატკივრების ოთახში ვინ არიან? გულშემატკივრების ოთახში არავინ არ არის, მარტო მოხვედი? რაღაც პერიოდი ჩემი გადაწყვეტილებების გამო მეგობრების გარეშე, საყვარელი ადამიანების გარეშე ვიყავი, ესე ვთქვათ. გამიჭირდა. ეხაც არ მაქვს ბევრთან კარგი ურთიერთობა. რაღაც სურვილი გაქვს ადამიანს, რომ გააკეთო და ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ გააკეთოს ის, რაც უნდა. რა საინტერესო გარეგნობა აქვს? გაქვს. გაგვეცანი ვინ ხარ? გვანცა ოსიყმაშვილი. გვანცა საიდან? ქალაქ ბათუმიდან. ცხოვრობ თბილისში უკვე 3 თვე. თუ 3 თვე აქ ცხოვრობ, აქედან ლოგიკურ დასკვნას ვაკეთებ, რომ X ფაქტორისთვის არ ხარ ჩამოსული სპეციალურად. არა, სპეციალურად. რატომ ჩამოხვედი მაშინ ბათუმიდან? რატომ წამოხვედი და რატომ ჩამოხვედი აქ? დიდმა ქალაქმა მიმიზიდა. და რის მიღწევას აპირებ დიდ ქალაქში? დაპყრობას. ქალაქის? ქალაქის. ქვეყნის. დედაქალაქს თუ დაიპყრობ, ქვეყანასაც მიიპყრობ. დიახ. რითი აპირებ ჩვენს დაპყრობას? ნახოთ. X ფაქტორი გაქვს თვლი. უდაოდ. კარგი. გისმენთ. ინტრიგირებული ვარ. Tira forte il vento sulla vecchia terrazza davanti al golfo di Sorrento. Un uomo abbraccia una ragazza dopo che aveva pianto, poi si scarisce la voce e ricomincia il canto. Წავიდა. მე ძალიან მომეწონა ეს შენი ხმის ჯადოსნურობა, იმიტომ რომ აი მართლა რაღაც არამქვეყნიური იყო ზოგ მომენტებში შენი ეს გამჭვირვალე სუფთა ხმა. ბრავო. ძალიან ეფექტური იყო. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინე შენ, ასე ვთქვათ. მაჯრიალებ და კიდევაც რაღაც მომენტებში მოგვნუსხა. არ ვიცი, მართლა ძალიან დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის. მე სიამოვნებას ვებულობდი, მე ხარ ვიყავი ჟიურის წევრი. გარეგნობა ძალიან მაგიურია. მომნუსხველი თვალები. თქვენ
შეგიძლიათ იმდენად მაგიური, ესე ვთქვათ, ზემოქმედება მოახდინოთ ადამიანებზე, რომ ცრემლებამდეც მიიყვანოთ. დიდი მადლობა, რომ ჩამოხვედით და მოხვედით ამ პროექტში. ვანცა მე მომწონს ძალიან ბევრი რაღაც შენში. პირველ რიგში გითხარი, გარეგნობა, რომელიც ძალიან ორიგინალური გაქვს, შემდეგ გამორჩეული ხარ იმ რეპერტუარით უკვე, რომელიც შეგუსრულე და რომელიც ძალიან რთული შესასრულებელია. გამორჩეული ხარ იმ გამბედაობით, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ჩამოსული ხარ აქ მთელი დედაქალაქის და შემდეგ ქვეყნის დასაფხრობად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ თვისებებით და რაც მთავარია შენი ნიჭით და მუსიკალურობით მოახერხებ ჩვენი მაყურებლის დაპყრობას. მე გვანცას ეუბნები კის. მე გეუბნები არაჩვეულებრივ კის. რა თქმა უნდა კი. ჩვენ გაქვს 4 კი გვანცა. ასე მოვიდა, დადგა და წავიდა. დაგვიპყრო და წავიდა. ხო. გამარჯობა. შენი სახელი და გვარი? მე რაბი ამზოები. რამდენი წლის ხარ? 25. და საიდან ხარ? თბილისი. წარმატებას გისურვებ. მადლობა. რუსეთში ცხოვრობდი დაახლოებით 10 წელი და მე ჩამოვედი თბილისში და როცა თბილისში ჩამოვედი, დავიწყე მუშაობა ბარში. მე ფილერი ვიყავი კაზინოში. იმიტომ რომ სამსახური ჭირდებოდა, ახალი მოყვანილი მყავდა ცოლი. მაგრამ დიდხანს ვერ გავუწევი. ხო, ცოტა რთული იყო. და მე ისე მოხდა რომ ვიჩხუბე ამ კაზინოში. ჩხუბი როცა მომივიდა გამომიშვა სამსახურიდან და მომიწა სამსახური ზეგნა, იმიტომ რომ ქირი ცხოვრობდი და მეუღლეც ყავდა და თული მქონდა გადასახდელი და მოკლედ პრობლემებში ვიყავ. მეუღლე მირჩია იცი რა ქენიო? აი, ხოლმე კარაოკეში რო დადიხარო, მღერი ხარო. მიდი და ეხა გაიარე რესტორანში და დაიწყო სიმღერა რა. მეთქი რა სიმღერა, რომელი მომღერალი მე ვარ. ცხენო და იმიტომ რომ ისეთი მომენტია რომ მაინც ვიღაცასთან მიდიხარ ეუნებიც რა მომღერალი არ გჭირდება და არაო და მე შენ უბრუნდები, ცოტა უხერხულია. მაგრამ მაინც გადავლახე ის მომენტი, იმიტომ რომ მეუღლე უკან მეჯდა და დავაი, მიდიო. всё, იმის მერე მე მომღერლად მუშაობ. ძალიან მაგარია. ამაზე ამოიწურა ჩემი სევდიანი ისტორია. საქართველოს დამაწყებინა მომღერლობა, იმიტომ რომ გადასახდელი მქონდა ქირა. მოვა წარმატება შენთან? გაუცილებლად, აბა საწავლა, აბა რიცხვს მოვიდი აქ. არ შემიძლია არ კითხო, ინსპექტორი გააქვს? თავისთავად. აი ესე დამშვიდებულად ძალიან ესე იგი დარწმუნებულად აქვს. კიდე ერთს გეტყვით, გაგიჟდებიან გოგოები რომ დაგინახავენ ისეთი ბიჭი ხარ შენ? მეც ეგეთი ექნება. აბა რა, დავა ეხა ახმახი ბიჭი. ვისთან ერთად მოხვედი? ჩემი უღლესთან ერთად ის არის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. კარგია. მე გეუბნები რომ გოგოები დაეყრებიან და შენ მეუღლე ხავს ბიჭო. აბა რა ქნას კაცო. და გაგიჟდებიან გოგოები. გადაანაწილებს ამ თავის ქარიზმას და გოგოებსაც დაყრებს. რა შველებად? ხო, ეშველებად კაცო. აი, გამარჯობა, მოგესალმებით. გაგვეცანით თუ შეიძლება? მე რაბი ამზოები თბილისი. უკვე მესმის გოგოების კრივინი. აი, რა ბიჭია, მერტო. ვისთან ერთად მოხვედით? ჩემ მეუღლეს. უკვე მეუღლე ყავს. გული დათვრა. გასაგებია. ეგ არ უნდა გეთქვა. კაცმე გამომიგდავნე, მე რა. სად არის მეუღლე? დარბაზში თუ გულშემატკივრების ოთახში, ძალიან კარგით. მეუღლეს რა სახე აქვს წარმოიდგინე ხა. მოიწვევი შენ სახში. X ფაქტორს განახებ მაშინ X ფაქტორს. გვიმღერე ბატონო. გისმენ. და სიმპათიური ბიჭია.
სიმპათიური არის, მაგრამ всё, სხვისია, სხვისი. Maybe I'm foolish, maybe I'm blind. Thinking Wow. see what we Much is it? Got no way to prove it, so maybe I'm blind. But I'm only human after all. I'm only human after all. Don't put the blame on me. Don't put your blame on me. Some people got a real problem. Some people are out of love. Some people feel I can solve them. Lord heavens above. I'm only human after all. I'm only human after all. Don't put the blame on me. Don't put your blame on me. I'm no prophet or Messiah. And she know I can't somewhere higher. I'm only human after all. I'm only human after all. Don't put the blame on me. Don't put your blame on me. I'm only human. I do what I can. I'm just a man. I'll do what I can. Don't put the blame on me. აი, საიქს ფაქტორები. Yeah. აი, ბიჭი! ცოტა ვინერვი. არა უშავს. ბრავო, მერა, ძალიან მაგარია. ძალიან ხავერდოვანად რაღაცნაირად დაიწყე. ხო, რაღაცნაირად, კი. მერეც კარგი განვითარება იყო, ანუ როგორ იყო, იცი რომ ყველაფერი გამოაჩინე ამ სიმღერაში, რაც შეიძლებოდა რომ აი ესეც შემიძლია, ესეც შემიძლია, მაღალი ნოტით შემიძლია, ფორსირებად შემიძლია, ხრინწიც შემიძლია და Вообще კაცმა არის კიდევ რა შემიძლია? ხავერდოვანი ტემბრით შემიძლია, ანუ ყველაფერი შეგიძლია. მე ძალიან მომეწონა შენი გამოსვლა. ძალიან. ყველაფერი ერთად კარგად, რაღაცნაირად შენი იმიჯიც, ეს სტატუც, ეს რაღაცნაირი შარვალიც და მოეწონა სოფის. სოფო ვერ ათავებს ლაპარაკს. ვიზუალიც და კარგი ღიმინიც. საკაიფოა. გაიგე. გაიგე. ანატაცავლე როგორი ყავს? ო ძალიან უხდებით სცენას. მადლობა. ძალიან უხდებით სცენას. ძალიან სიმპათიური ხართ. გაქვს ძალიან ლამაზი. ძალიან ლამაზი და ყველა ტემბრის ხმა, ის რომ კარგად გძნობთ მუსიკას, თან ეს ძალიან სექსუალურია ყველაფერთან ერთად. აი ბიჭო, არ თქვენს კაცო როგორც იქნა. ძალიან კარგად იყურებით. მიუხედავად იმისა, რომ ცოლიანი ხართ. და შენ ქმრიანი ლელა. მე ქმრიანი. მამულიჩ, სათხარ, მამულიჩ. არა, იცი რა არის? ყველა ადამიანში რა არის? რა. ანუ უნდა დამყარდეს ეს კონტაქტი, რომ მუსიკალურადაც მოგეწონოს, ეგრე არა? აუცილებლად. ლელაც მოაჯადოვა. გაიბიწია და საწყენიერად წავიყავ. რა ჭირდება X Factor-ს? ეს ყველაფერი თქვენ ახლა გაქვთ. შემდეგ ეტაპზე თუ გადავიდა ეს ბიჭი ცოლი არ გამოუშვებს. კი, ნამდვილად. რა თქმა უნდა, შენ ქაჩავრო იყო საერთაშორისო, ამიტომ ჩემგანაც დიდი მხარდაჭერა შენ. მადლობა. მერაბ, ნამდვილად შენ გაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იდგე ამ კონკურსში და მიხვიდე ფინალამდე. დიდი მადლობა.
მაგარია. მე მგონი დროა გაშორდეთ, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. და მე ვიწყებ. მე ვამბობ კის. სტეფანეც ამბობს. ხო, რა თქმა უნდა, მეც ვამბობ კის. ლელაც ამბობს. კი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 4-ვე ერთად ვამბობ. მადლობა. გელოდები შემდეგ ტურში მე რა. მე დავრჩე? X Factor-ის კასტინგი მალე გაგრძელდება. სცენაზე უკვე ბევრი ახალი აღმოჩენა ვნახეთ. ვანცა ოსიხმაშვილი, მერაბ ამზოევი, ოთო ღურცკაია, აუტ ფრონტს, თამარ ედილაშვილი. რომელია თქვენი ფავორიტი? თუ ჯერ კიდევ არ დაგილაიქებია ჩვენი Facebook-ის გვერდი, არ ჩამორჩე მოვლენებს და შემოვერდი ჩვენს 9 მილიონზე მეტ მეგობარს. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენი სახელი და გვარი? მარიამ გოგუაძე. წარმატებებს გისურვებთ, მარიამ. მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა, გაგვეცანით თუ შეიძლება. მარიამ გოგუაძე. ვისთან ერთად ხართ მოსული? ჩემ გუნდელებთან ერთად. გუნდი? კი. რისი გუნდია? რაგბის. უი? რა არის? არა. ბიჭო, რაგბისტია, ხო? თამაშობ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად 7 ქალაში. როცა რაგბით დავკავდი, მივხვდი, რომ ამ სპორტს ძალიან დიდი ფიზიკური შრომა ჭირდება და ამისთვის ყოველდღე ვარჯიშობ. როცა მოედანზე შევდივარ და ფეხს გავ, თვალებს ხუჭავ და მარტო ვფიქრობ თამაშზე, სხვა ყველაფერი მავიწყდება. იგივე იქნება დიდი იმედი მაქვს სცენაზეც. რა მაგარია. შეყვარებული ხარ? არა. ნუ წარმოვიდგენ ეხლა რატომაც არ ყავთ, ალბათ ყველა ბიჭი გიფრთხით იმითომ რომ თუ გაბრაზდა. უნდა შეყვარებულზე გაბრაზდა ესე დაადო და ამოკრა და გაუშვა. რა უნდა შეგისრულოთ დღეს? Megan Traineris Me Too. ვაიმე, თუ ვერ გადახვალთ იმედია თქვენი გუნდი აკავშირებული არ და. არა. კარგი, წარმატებებს გისურვებთ. Show me some respect.
დამთავრდა სტეფანე, დამთავრდა, მოდი. ვეღარ ჩერდება. აღარ მღერი სტეფანე, აღარ, მოდი. მარიამ, გამორჩეული ხარ სრულიად სხვა კონკურსანტებისგან. მე ძალიან მომეწოდა. საცეკვაო სიმღერა, ესე თავისუფლად სუბუქად თამაშით რომ გააკეთე, თითქოს რაგბის მოედანზე იყო. მომეწოდა მოკლედ. მე ყველანაირად მომეწონა. ძალიან ლამაზიც ხარ, ძალიან კარგი სმენაც გაქვს, ძალიან ზუსტი ხარ და ყველაფერს აკეთებდი ძალიან კარგად. მე პირადად ძალიან მომეწონა. არაჩვეულებრივი ხარ სცენაზე, სცენიური ხარ, კარგად გადმოსცემ, ლამაზად აკეთებ ყველაფერს, თამაშობ და რაც თავარია და სიამოვნებას იღებ შენ თვითონ იმით, რასაც აკეთებ და ამიტომ ჩვენზეც ეს გადმოდის, ეს დადებითი ენერგია, რომელიც შენ გაქვს ნამდვილად ძალიან ბევრი. გისურვებ წარმატებას იქაც სპორტშიც, მაგრამ მე მგონი მუსიკაშიც არანაკლები წარმატება შეგიძლია მოიპოვო. იმისთვის რომ თქვენ გადახვიდეთ შემდგომ ეტაპზე, აბსოლუტურად მზად ხართ ამისთვის და მე გეუბნებით ის. მეც გეუბნებით რა თქმა უნდა ის. მეც გეუბნებით ის. მარიამ, მე მომწონს რასაც აკეთებ შენ იქ იმ მოედანზე, რაც გააკეთე ამ სცენაზე და შენი მოკლე შარვანი მომწონს კიდევ ძალიან. ყველაფერს ერთად ვეუბნებით ის. შენ გაქვს 4 კი და გადასული ხარ შემდეგ. მადლობა. 4 ლელო დადო ჩვენმა მორაგბე გოგონა. რა. რაგბიში გოგოს აღო. გამარჯობა. გამარჯობა. სახელი და გვარი? სანდრო კურცხალიძე ბათუმიდან 18 წლის. ვარ ნერვიულობთ. არა. როგორ ფიქრობ, წარმატებას მიაღწევთ? შევეცდები ყველანაირად. ძალიან კარგი. ეს იქნება შენი ნომერი. მადლობა ურიეს. გამარჯობა. გამარჯობა. გაგვეცანი თუ შეიძლება თქვენი სახელი გვარი? სანდრო კურცხალიძე 18 წლის ბათუმიდან. რატომ მოხვედით X ფაქტორში? ანუ ჩემი ბოლო შანსია რომ დავტოვო ჩემ შესახებ რაღაცა, ჩემი შემოქმედების და ჩემი სიყვარულის შესახებ. რაო, ბოლო შანსიაო? არა, 18 წლის ხარ, რა ბოლო შანსი? ყველა მთელი შანსები ახლა იწყება, რას ლაპარაკობ? საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას და შემდგომში მუშაობას გეიმზე, სხვაში. სადა? გეიმზე. გეიმზე? ხო. ხო, ნუ მეზღვაური იქნება, მაგარია. კაი. იქნებ კარგი მომღერალი. იქ იმღერე. გემზე შეუულია იმღერე. გემზე იმდენი დრო ექნება, რომ ფოლიებს უმღეროს? თუ ალბატროსებს? Across the oceans, across the seas, over forests of blackened trees, valleys so still we dare not breathe. ყველა საზღვაოზე აბარებს, რა საზღვაოზე უნდა ჩააბარო, იმიტომ რომ ყველაზე შემოსავლიანი საქმიანობაა და პროფესია ჩემი აზრით და მეც მინდა საზღვაოზე ჩაბარება და ცურვა. Howling winds and dry breeze. გემებში მიზეს და სხვა და გემი. მამა ჩემიც მეზღვაურია. მეზღვაურობა არის ძალიან რთული პროფესია. უფრო თუ ძალიან მინდა საზღვაოზე ჩაბარება და ერთი წლის განმავლობაში ნახევარი წელი გავატარო ზღვაში, შორს ჩემს ოჯახისგან ნამდვილად ვერ ვიტყვი მაგას რომ მინდა. მე ვიცი რომ მაგრად გამიჭირდება. ძალიან გამიჭირდება ვიცი. უბრალოდ რეალისტი ვარ. მინდა რომ ჯერ თავდაპირველად უჟუველყო ჩემი თავი და ჩემი ოჯახი და შემდეგ გავაკეთო ის რაც მართლა გულით მინდა და სადაც მართლა ჩემ თავს ხედავ. სად ხედავ? ჩემ თავს ხედავ სცენაზე. ბევრი ხალხის წინ და ხარი აპლოდისმენტებით. But tomorrow I will fly. დღეს რა უნდა იმღერო? Sound of Silence Disturbed-ის ვერსია. მიდი, ძალიან მაინტერესებს და ძალიან მინდა რომ მაგრად იმღერო. მეც. ამოისუნთქეთ და დაიწყეთ.
ნახე თვალები როგორ დახუჭა რა კარგია. Darkness, my old friend. I've come to talk with you again. Because it vision softly creeping. Left its seats while I was sleeping. In the vision, there was plenty in my brain. Still remain. ეგეთი რამე არ მომისმენია ესეთი ტემბრი. ძალიან მოიცა. Of silence. Magari. I saw. Tamam, gel aşağı. Bir altına bir. Hayır, seçeniz. Kar gibi cihaz. Hearing without listening, people writing songs. Their voices never share. No wonder. Kargiya. In touch the sound of silence. And in the naked light I saw 10,000 people, maybe more. Turkish Karis, amigo. People talking without speaking. People hearing without listening. People writing songs. Their voices never share. Discern the sound. ბოლო დაკლებლებისთვის დარჩა. ისეთი მაგარი იყო, რომ აი შტორმში ვიყავი შენთან ერთად იმ გემბანზე, იმიტომ რომ აი არ ვიცი, ხანს კამზე დამაჭედა ბოლოს ავდექი, ცოტა წნევაც ამეწია, რაღაცა ყველაფერი ერთად მომივიდა, ტალღაც მომხვდა, ჩავიყვინე, ამოვედი, აერი არ მეყო, დავიხში და ბოლოს ამოვისუნთქე და ნუ აი არ ვიცი. მაგარია ძა. მაგარი თვითონ როგორ გახარებულია. იცი რა უყო შემეშინდა მე მართლა ისეთი რამე ხდებოდა ვიზუალურადაც კი შენს ყელზე ჩანდა რომ რაღაც საშინელება შეგოდი ისეთი ხმები ამოდიოდა რომ წესი და არ უნდა ამოდიოდა გაუფრთხილდი შენ და უნდა გეყოს ხმა შემდეგი ტურებისთვის იმიტომ რომ ეს ნამდვილად არ იყო შენი ბოლო შანსი ეს იყო პირველი საფეხური პირველი ნაბიჯი და პირველი მოსმა ძალიან დიდი წურვისთვის რომელიც შენ წინ გელოდება X Factor-ში გილოცავ ეს არის წარმატება რომ 4-ვე ფეხზე ვიდექით და აბა შენიცი ახლა წარმატებები მადლობა უნივერსიტეტი. ეს იყო სასწაული. მე ემოციებს ვერ უყრიდი თავს და ეს სეზონი მარტო იმად ღირდა რომ შენ აღმოგაჩინა უკვე. მართლა. მადლობა. ნამდვილად სანდრო და იცოდა მე ეჭვი მაქვს ჩვენ ვერ გაგიშვებ ჩვენ ზღვაში. ზღვამ ცოტა ხანი უნდა დაიცადო. უნდა დაიცადო. ნამდვილად. არა. ცოტა ხანი ზღვამ და ოკეანე. ამ ზღვაში შემოდი უფრო მაგარია რო იცოდე. ჩემთვის სანდრო უკვე არის ფინალში. ყველამ ერთად. აბა 1 2 3 მადლობა. გეონები ჩემთან კურსში, სანდრო. გადავედი. მოვიგე, ხო, მოვიგე. არა, მოვიგე რა, ეს მოვიგე, გადავედი.